გამარჯობათ. მოგესალმებით ვიფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ კლავ TV პლუსის ეთერში ვართ. მე მინდა კიდევ მიულოცოთ ჩვენს მოსახლეობას სრულიად საქართველოს ძალიან მალე ნამდვილი ქართული შობა ახალი წელი შემოგზადება თითოეული ჩვენთაგანის ოჯახებში და მინდა მოგილოცოთ თქვენ ყველას და ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ, ღმერთმა წინსვლა მოგცეთ და მალე ერთიან საქართველოში გვეცხოვროს ქართველებთან ერთად. ქართველებთან ერთად კიდევ ვიმეორებ. იმიტომ რომ ქართველები დღეს უკვე უმცირესობაში მივდივართ. და ამიტომ არის საჭირო რომ ჩვენ რაღაცნაირად როგორმე მოახერხოთო ჩვენი ერთობით და ჩვენი რაღაც გარკვეული სიძლიერის მოქმედებიდან გამომდინარე ერთმანეთის შევინარჩუნოთ. ჩვენ დასაკარგი ქართველები არ აქვს. რადგან ჩვენ ქვეყანაში უკვე დეფიციტია ქართველების. ჩვენ როგორც ყოველთვის აქტივით და ჩვენ პირობას ვასრულეთ, გამოვიდა დოკუმენტური ფილმის მეორე ნაწილი, რომელიც ფილმის ბატონმა იგორ გიორგაძემ საქართველოს მოსახლეობას და მთელ მსოფლიოს აცნო შექმნილი მდგომარეობა რეალურად რა ხდება მსოფლიოში და რა მდგომარეობაშია საქართველო და რა საფრთხეები ემუქრება საქართველოს და რა არის ვინ არის ის ადამიანები, რომელი ადამიანებიც ესე პირდაპირ მიზანმიმართულად ანგრევენ სწორედ იმ ტრადიციულ ქვეყნებს, რომელი ტრადიციული ქვეყნების დღეს კიდევ რაღაც გარკვეულად სუნთქავენ. დიახ, ამ ადამიანმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა თავის ძოზე საქართველოში და დღეს უკვე ის საქმიანობრივ ფარგლებ გარეთ არის და იქიდან აკეთებს მართლაც მნიშვნელოვან საქმეს და იქიდან გვეუბნება ყველა იმ ქართველს, რომ თუ ჩვენ მხიზად არ ვიქნებით, საქართველოში სულ სხვა ადამიანები აღმოჩნდებიან და საქართველო სულ სხვა ჯიშის და რჯულის ხელში აღმოჩნდება. ეს აღარ დაჭირდებათ მათ არც ფარი და არც მახვილი. ეს უკვე პროცესი დაიწყო. ეს მოდის ძალიან რომ ვიტყვი შეუმჩნევლად, მაგრამ დღეს უკვე ღიად ჩანს. დღეს ჩვენ ამ თემებზე ვისაუბრებთ. ჩვენ გიჩვენებთ მეორე ფილმის მეორე ნაწილს, ეს არის ძალიან საინტერესო. ჩვენ დღევანდელი სტუმარი არის ბატონი შმაგი ლურსმანაშვილი, ეროვნული ერთიანობის პოლიტსაბჭოს წევრი, პოლიტოლოგი, ადამიანს, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება სწორედ როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ საკითხებში. ბატონ შმაგი, მოგესალმებით, მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის. ბატონ შმაგი, ჩვენ ახლა ვნახოთ ის დოკუმენტური ფილმი, რომელიც ბატონმა იგორ გიორგაძემ მოამზადა, ფილმის სახელწოდება არსებითი და შესაბამისად შემდგომ თქვენებურად შეაფასეთ ეს ყველა მისი ეს დეტალებში ყველა ეს ნამუშევარი ნაშრომი და ასევე ამ ადამიანის დამსახურებასაც შევეხოთ, რომელიმე ადამიანმაც დიდი წვლილი ჩადო საქართველოს კეთილდღეობაში. მოდი ახლა ვნახოთ ჩვენ ეს დოკუმენტური ფილმი არსებითი და შემდგომ ვისაუბროთ საკითხებზე. Ёлки, ნაძვისხეები, საჩუქრები, საახალწლო მოსართავები, ქალაქების ქუჩებში ხალისიანი ფუსფუსია, ყველა ჩქარობს საქმეები დაასრულოს და ჩაოლილი რთული 2025 წელი შეაჯამოს. 2025 წლის 27 დეკემბერს რუსეთის გაერთიანებული საჯარისო დაჯგუფების ხელმძღვანელობის ერთ-ერთ პუნქტში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა ვლადიმერ პუტინმა გენერალური штаბის ხელმძღვანელობასა და საჯარისო გაერთიანებების მეთაურებთან წლის დასკვნითი თათბირი ჩაატარა. Совещание с руководством Генерального штаба и командующими группировками войск. Хорошими темпами действительно. მართლაც კარგი ტემპებით ხორციელდება სუმის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის ოლქების სასაზღვრო რაიონებში უსაფრთხო ზოლის შექმნა. В Днепропетровской области. დონბასსა და ზაპოროჟიეს ოლქში შეტევა საბრძოლო ურთიერთშეხების ზოლის მთელ გაყოლებაზე მიმდინარეობს. Линии боевого соприкосновения российских. რუსეთის ჯარები უკრაინის სამხედრო ფორმირებებზე ზეწოლას აძლიერებენ. Но сегодня, судя по темпам, которые მაგრამ თუ კი იმ ტემპებით ვიმსჯელებთ, რაც საბრძოლო ურთიერთშეხების ზოლზე შეინიშნება, დღეს თითქმის ნულის ტოლია ჩვენი დაინტერესება უკრაინის სამხედრო ფორმირებების იმ ტერიტორიიდან გაყვანაში, რაც ჯერ კიდევ უკავიათ, სრულიად სხვადასხვა მოსაზრებით. ბოლო თუ კი კიევის ხელისუფლებას საქმის მშვიდობიანად დასრულება არ სურს, მაშინ ყველა დასახულ ამოცანას სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობაში სამხედრო გზით შევასრულებთ. желают закончить дело миром. Мы решим все стоящие перед нами задачи в ходе специальной военной операции
вооруженным путем. მოგესალმებით. კლავაც არსებითზე. არსებითზე. იგორ გიორგაძესთან ერთად. На фоне бесспорных успехов вооруженных сил России უკრაინაში მიმდინარე სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში რუსეთის ჯარების უდაო წარმატების ფონზე ეგრეთ წოდებული მსურველთა კლოაკის ქვეყნების საინფორმაციო ველი ექსპერტთა შეფასებებით აჭრელდა. იმასთან დაკავშირებით თუ რას ველოდოთ ახლო მომავალში, ამასთან პანიკური განწყობები აშკარად ჭარბობს. панические настроения. Недавние западные... დასავლეთის ბოლოდროინდელმა მარცხებმა და შეცდომებმა მნიშვნელოვნად გაზარდა უკრაინის სამხედრო ოპერაციაში რუსეთის გამარჯვების შანსები. მეტიც, ფსონზე მხოლოდ კიევის დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება როდიდევს, იუწყება Washington Post-ი. მთელი წელი ავიბრძვით. ეს წელი მძიმე იყო, მაგრამ ნუ იდარდებთ. მომავალი წელი ამაზე ბევრად უარესი იქნება. Создается устойчивый აშკარა შთაბეჭდილება იქმნება, რომ ევროპას, უпроსწორედ მის მმართველ ჯგუფს 2025 წლის ბოლოსთვის სუნთრა დაემღრო გონება და ყველანი ერთიანად შეიშალნენ, ვიდრე მსოფლიო ახალი წლის შესახვედრად ემზადება. все посходили с ума. Пока мир готовится ეს ევროპელი ბურვაკები ერთხმად განაგრძობენ ღრუტონს და რუსეთსა და მის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ყველა თავიანთ უბედურებაში ისდებენ ბრალს. президента Владимира Путина во всех своих бедах. Because of potency. Power bills too high to pay. It's all because of Putin hate. Face to your price feels like a scam. It's all because of Putin down. Your taxes fund the war instead. It's all because What Putin said. bureaucrats are on your back. It's all because of Putin whack. Santa robbed your kids this year. It's all because of Putin, dear. No new hope for year ahead. It's all because of Putin dread. It's all because of Putin. It's all because of Putin. It's all because of Putin. It's all because of Подхрюкивает и призывает ბრუტონით მოუწოდებს რუსეთთან ომის თამაშისკენ უკრაინის ომის უკანასკნელ უკრაინელამდე გაგრძელების მთავარი იდეოლოგი ნატოსკენ მდივანი მარკ რუტეც. Марк Рютте. ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ მკაფიოდ მიგვანიშნა, რომ მზადაა საკუთარი ჯარები გაგზავნოს. დღეს სწორედ იმაზე მიმდინარეობს მუშაობა თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ეს მსურველთა კოალიცია, რა სახის შეიძლება იყოს დისლოკაცია, რა განხორციელდება ხმელეთზე, ზღვაზე, ჰაერში. ამჟამად სწორედ ამ ელემენტების შემუშავება მიმდინარეობს. მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ეროვნული სამსახური მხოლოდ მოხალისეებს შეეხება, ხოლო პროგრამის ბირთვით 18-19 წლის ახალგაზრდებისგან იქნება შემდგარი. სერიოზული კრიზისის შემთხვევაში სამხედრო სამსახური სავალდებულო გახდება. იმას თუ საიდან შეიძლება მოვიდეს სერიოზული კრიზისი, მაკრონი სიტყვითაც და საქმითაც მიანიშნებს. ახალგაზრდების გაწვევის შესახებ განცხადების გაკეთებამდე ის იზერის დეპარტამენტში 27 სამთო საქვეითო ბრიგადის დროშის აღმართვის ცერემონიას დაესწრო. ამ ბრიგადას მაღალმთიან რეგიონებში მინუსოვანი ტემპერატურის პირობებში ევალება მუშაობა. ცივჰაერში მუშაობის გამოცდილების აუცილებლობა ამჟამად სხვა ფრანგულ სპეცქვეგანაყოფებზეც ვრცელდება. ნატოს თანამშრომლობის ფარგლებში მათ სწავლებებისათვის საკუთარ ცივ პოლიგონებს, როგორც ესტონეთი, ისე ფინეთიც უთმობს. Что ответил в прямом эфире? აი რა პასუხი გასცა პრეზიდენტმა პუტინმა წლის დასკვნით გამოსვლაში ამ ბურვაკების ღრუტუნ სადაღმოვილს. И завывания. Вы знаете, я смотрю на них. იცით, ვუყურებ მათ და თქვენსავით გაოცებული ვარ. რას მიედმოედება? ძალიან მინდა შევეკითხო, რუსეთთან ომზე რას ლაპარაკობ? აქაო და რუსეთთან ომისთვის უნდა მოვემზადოთ. Премьер-министр Нидерландов. კი, მაგრამ კითხვა ხომ იცით? წაიკითხე შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია. Ну что ты говоришь про войну с Россией? რა წერია იქ? შეგახსენებ, შეერთებული შტატები ნატოს საკვანძო მოთამაშეა. Стратегию национальной безопасности США. Что там написано? США обращают ამერიკის შეერთებული შტატები ნატოს შემქმნელი და მთავარი სპონსორია. ყველა ძირითადი საშუალება შეერთებული შტატებიდან მიეწოდება. спонсор НАТО. Все основные средства поступают от США. И деньги, и ფულიც, სამხედრო ტექნოლოგიებიც, შეიარაღებაც, საბრძოლო მასალაც. основа. ყველაფერი იქიდან მოდის. ესაა ბაზა. В новой
стратегии безопасности. ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია არ განიხილავს რუსეთს როგორც ძირითად მტერსა და მიზანს. В качестве врага, в качестве цели, а генеральный секретарь НАТО готовится... ნატოს გენერალური მდივანი კი რუსეთთან ომისთვის ემზადება. კი, მაგრამ რანაირად გამიმართავთ ნატოს ჩვენთან საომრად? თუ კი ნატოს მთავარი ქვეყანა მოწინააღმდეგეთ და მტრად არ გწნობს, არც კი ვიცი, ამას რა უწოდო. აქ პროფესიული მომზადების დონეა, არასაკმარისი. როგორც გემდივნის, ისე სხვა ევროპელი ლიდერების საყურადღებოდ ვამბობ. является недостаточным. Надо внимательно относиться к своим обязанностям. Посматривать по сторонам. დაკისრებულ მოვალეობებს მეტი გულისყურით მოეკიდონ და იმასაც გადაავლონ თვალი, რაც მათ გარშე მოხდება. Западных лидеров. Еще в октябре 2020 ჯერ კიდევ 2025 წლის ოქტომბერში საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ ვალდაის სოჩში გამართულ 22-ე სესიაზე ევროპაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა: პირველი წელიწადი არ არის, რაც სტაგნაციას ვადევნებთ თვალს. საქმე მხოლოდ ის არ გახლავთ, რომ ევროპის ეკონომიკას უდიდეს პრობლემასთან, ბიუჯეტის დეფიციტსა და მზარდ დავალიანებასთან უწევს გამკლავება. საქმე იმაშია, რომ ევროპულ იდენტობასთან დაკავშირებული ფუნდამენტური ელემენტები ქრება. ესაა მთავარი. ხდება ერთგვარი შინაგანი გამორეცხვა. ის ევროპა, რომელიც ყველას ასე გვიყვარდა, ქრება. თუ კი ვლადიმერ ვისოცკის ცნობილი სიმღერის მოსკოვი ოდესა პერიფრაზირებას მოვახდენთ, ევროპაში ყველაფერი ცხადია. იქ ბნელა, იქ გბტ იზრდება და იქ არაფერი გვესაქმება. თუ მაინც გვესაქმება. აი რა განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2024 წლის დეკემბერში. პირდებით ყველას, არ დავიშურებთ ძალისხმევას 2030 წელს ევროკავშირში საქართველოს საბოლოოდ გასაწევრიანებლად. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე, განსაკუთრებით იმ მილიონ 100,000 ამომრჩევლის წინაშე, რომელმაც მხარი დაუჭირეს ჩვენს კურსს და ჩვენს სლოგანს მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ. Дорогие мои соотечественники, уверен, ძურფასო თანამემამულენო, დარწმუნებული ვარ, ახალი 2026 წლის ხურბლზე თითოეული ჩვენგანი მთელი ქართველი ხალხის წინაშე მდგომი უმნიშვნელოვანესი პრობლემის გარდა იმასაც უფიქრდება თუ სადაა ჩვენი ქართველების ადგილი ამ ახალ მრავალ პოლარულ მსოფლიოში, უსწრაფესად რომ იცვლის სახეს. мире многополярном. Евролидеры стали ევროლიდერები არჩევნის წინაშე გვაყენებენ, ან ჩვენი ევროპული ლიბერალური ფასეულობებით იცხოვრებთ LGBT-ს მთელი აუცილებელი ნაკრებით. с полным набором უმცროს კლასებში ბავშვებს სექსუალურად აღზრდით, ერთსქესიანი ქორწინებისადმი ტოლერანტობითა და სქესის შეცვლის სხვა სიამტკბილობებით, რასაც საბავშვო ბაღებიდანვე ეყრება საფუძველი და მაშინ გექნებათ დოვლათი და დაუბრკოლებულად შეგეძლებათ ჩვენს ცივილიზებულ ქვეყნებში გადაადგილება. беспрепятственно передвигаться по нашим цивилизованным странам, либо мы превратим вас в изгоев. ან ჟანგბადს გადაგიკეტავთ, გაგრიყავთ და სანქციებით დაგახრჩობთ. დღეს არსებითად ისტორიული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. Исторические სამხრეთ კავკასიის დერეფნები უკრაინის კონფლიქტის შემდეგ რეგიონში გავლენისათვის ბრძოლა მწვავდება. ამ სათაურით წერილი არაბულ სამყაროში პოპულარულმა პოლიტიკურმა გამოცემა ან ნაჰარმა გამოაქვეყნა. დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ კავკასიაში გავლენების საზღვრები ახლებურად დახაზონ. უკრაინაში კონფლიქტის შესაძლო დასრულების ფონზე სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და მიმდებარე რეგიონებში მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებებია მოსალოდნელი. ეს ცვლილებები განპირობებული იქნება იმ ურთიერთობათა ტრანსფორმაციით, რომელიც უკრაინაში კონფლიქტის პერიოდში ჩამოყალიბდა. იგულისხმება პირველ ყოვლისა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები, კორიდორების შექმნისთვის ბრძოლა, როგორც ჩანს, მომდევნო ეტაპის გადამწყვეტი მახასიათებელი გახდება. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ტრამპის მარშრუტის მომავალი ჯერაც ბუნდოვანია, რაც სხვადასხვა ვარიაციის შესაძლებლობას ტოვებს. ამასთან დაკავშირებით საქართველოს გამოთქვამს თურქეთისა და აზერბაიჯანის იმ ქმედებებით შეშფოთებას, რომელმაც საქართველოს შესაძლოა შავ ზღვაზე გადასატვირთვი პუნქტის სტატუსი დააკარგინოს. ამის შემდეგ თბილისი დღეს არა ნატოსთან, არამედ რუსეთთან, ირანსა და ინდოეთთან კავშირების გამყარებაზეა კონცენტრირებული. რა არის ეს? მინიშნება საქართველოს ხალხს. თუ იმ ანალიტიკოსის დასკვნები, ვისაც საქართველოს ეროვნული ინტერესების არსი არ ესმის. ამ კითხვას ქართველი ხალხის წინაშე საქართველოს მთავრობამ უნდა გასცეს პასუხი და გვინდა გვწამდეს, რომ მთავრობას მართლაც ესმის ხალხის ჭეშმარიტი ინტერესები
ინტერესები. მე კი რუბრიკაში პასუხები თქვენს კითხვებზე ვეცდები ჩემი პოზიცია დავაფიქსირო იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც გაღელვებთ. პროგრამა უკვე დამონტაჟებული გქონდა, როდესაც საგანგებო ინფორმაცია გავრცელდა. 29 დეკემბერს ღამით კიევის რეჟიმმა ნოვგოროდის ოლქში რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობა განახორციელა. ამის შესახებ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. 28-29 დეკემბრის ღამით კიევის რეჟიმმა 91 დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის რეზიდენციაზე ტერორისტული თავდასხმა განახორციელა. ყველა უპილოტო საფრენი აპარატი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებით იქნა განადგურებული. დაზარალებულთა თუ საფრენი აპარატების ნამსხვრევებით მიყენებული ზარალის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ შემოსულა. ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე, რომ ეს აქცია განხორციელდა რუსეთსა და შეერთებულ შტატებში უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით ინტენსიური მოლაპარაკებების მსვლელობისას მსგავსი დაუფიქრებელი ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება. საპასუხო დარტყმის მიზნები და ამ დარტყმების მიყენების დრო რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკვე დასახული აქვთ. ამასთან ჩვენ არ ვაპირებთ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებათა პროცესის მიტოვებას. თუმცა კიევის დანაშაულებრივი რეჟიმის გადაგვარების გათვალისწინებით, რომელიც სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკაზე გადავიდა, რუსეთი გადასინჯავს მოლაპარაკებათა ფარგლებში საკუთარ პოზიციას. სერგეი ლავროვი, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი. ახლა კი უბრუნდები ჩვენს რუბრიკას კითხვები იგორ გიორგაძეს. Дорогие друзья, во-первых, огромное спасибо. Ძვირფასო მეგობრებო, პირველ ყოვლისა დიდ მადლობას გიხდით ჩვენს გადაცემაში განხილული თემებისადმი ინტერესისთვის. თქვენგან ბევრი კითხვა შემოვიდა. იმედი მაქვს გაგებით მოეკიდებით იმას, რომ ამ გამოშვების ფარგლებში ყველას ვერ გიპასუხებთ. ამიტომ ის კითხვები შევარჩიეთ ყველაზე ხშირად რომ მეორდება. მაშასე, პირველი შეკითხვა. Итак, первый вопрос. Врач ექიმ ზურაბ ქუმსიაშვილს აინტერესებს. დღეს, როდესაც რუსეთს საქართველოს ნორმალურ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ყველა მიმართულებით აფერხებს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის პრობლემა. ბატონი იგორის აზრით, რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს მთავრობამ რუსეთის მიმართ, რომ მოხდეს ქვეყნის დეოკუპაცია, რათა რუსეთ-საქართველოს დაზაბული ურთიერთობა შეიცვალოს კეთილმეზობლური პარტნიორული ურთიერთობით. И добрососедские. Прежде всего, правительство Грузии, да и наше общество в целом должно... პირველ ყოვლისა, საქართველოს ხელისუფლებამაც და ჩვენმა საზოგადოებამაც ძირფესვიანად უნდა გადასინჯოს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების და მათი შედეგების იურიდიული და პოლიტიკური შეფასებები. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში 4-ჯერ შეიცვალა ხელისუფლება და არც ერთ ხელისუფლებას არც კი უცდია იმაში გარკვევა თუ ვინ და რა მიზნით მოახდინა ჩვენი ძმათამკვლელი დაპირისპირების პროვოცირება აფხაზებსა და ოსებთან, ვისთანაც საუკუნეების მანძილზე ერთ ოჯახად ვცხოვრობდით. С которыми мы веками жили одной семьей. С самого начала главной виновницей всего была назначена... ყოველივაში იმ თავითვე რუსეთს დავდეთ ბრალი. აფხაზებსა და ოსებს კი სეპარატისტთა იარლიყი მივაკერეთ. ნათქვამია, ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოეკეცით მათ. ეს აზრი აღმსარებლობის განურჩევლად ყველა იმ ადამიანის ხელმძღვანელი პრინციპია, ვინც მზადაა წინაპართა ტრადიციული ფასეულობებით იცხოვროს. По традиционным ценностям наших предков, вне зависимости от их вероисповеданий. Давайте объективно взглянем на происшедшее. А как мы, грузины, მომხდარს ობიექტურად შევხედოთ. ვნახოთ, ქართველები, საქართველოს ССР-ს სატიტულო ეროვნების წარმომადგენლები, როგორ მოვეკეცით ჩვენს რესპუბლიკაში შემავალ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მოქალაქეებს. სახელმწიფო დონეზე ეს საკითხი თუ განიხილა სამი წინამორბედი და დღევანდელი ხელისუფლებიდან რომელიმემ? არა. მანტრასავით ვიმეორებთ მემკვიდრეობით გადმოცემულ ფრაზებს. აფხაზი და ოსი სეპარატისტები, რუსეთი ოკუპანტია და ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დააბრუნოს. 1993 წელს ქართულ-აფხაზური ომის დასრულებისა და 2008 წელს ნაცისტ სააკაშვილის ბლიცკრიგის ფარგლებში მძინარე ცხინვალზე თავდასხმის შემდეგ ვინმემ თუ ჰკითხა აფხაზებსა და ოსებს თუ როგორ აფასებენ მომხდარს. აქვე ვიტყვი, რომ უახლოეს მომავალში ვაპირებ ამ თემას საგანგებო გადაცემა მიუძღვნა. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია არაერთხელ გამომითქვამს. ჩემს წიგნშიც დავწერე და ახლა მოკლედ გავიმეორებ.
том, что произошло между нами, ჩვენსა და ჩვენს აფხაზ და ოსმებს შორის მომხდარში დამნაშავენი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ვართ. виноваты тогдашние. ბრალი ჩვენს მაშინდელ ხელისუფალთ მიუძღვის, ვინც ქართული ხალხის ჭეშმარიტი ინტერესების საპირისპიროდ მოქმედებდა. და კიდევ ერთხელ და სამუდამოდ ამოვიგდოთ თავიდან ილუზია თითქოს საკმარისია კრემლმა აფხაზებსა და ოსებს უბრძანოს და ისინიც წამსვე მორჩილი კვარებივით დაუბრუნდებიან საქართველოს. ეს არ მოხდება. Как послушные овечки вернуться в лоно Грузии. Этого не будет. И с какой стати Россия вдруг станет принуждать ანკერის გამო უნდა აიძულოს რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაუბრუნდნენ საქართველოს, რომლის მოქმედი კონსტიტუციის 78 მუხლი ყველა სახელმწიფო ორგანოს მიუთითებს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრიანებლად ყველა ღონე იხმაროს. в Евросоюз и НАТО. Поэтому не о восстановлении территориальной целостности должны мы рассуждать. ამიტომაც აუცილებელია ვიმსჯელოთ არა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, არამედ ჩვენს აფხაზ და ოსმებთან წარსული ერთობის აღდგენაზე, რისიც გულწრფელად მწამს. ეს ურთულესი და მრავალეტაპიანი პროცესია, რომელიც როგორც დღეს იტყვიან, სენსიტიურ მიდგომას საჭიროებს. Сенситивного подхода. Георгий Ирemадзе, ჟურნალისტი გიორგი ირემაძე, ზაზა მარუაშვილი, бывший сотрудник, ყოფილი სპეცრაზმელი ერიკ სარინიანი, ყოფილი პოლიტპატიმარი რამას სამნიძე спрашивают, когда კითხვა სვავენ. როდის დასრულდება იგორ გიორგაძის მიმართ გაჭიანურებული სასამართლო პროცესი და რა ფაქტორებზეა დამოკიდებული სამშობლოში თქვენი დაბრუნება, რასაც საკმაოდ ბევრი ელოდება საქართველოში. чего ожидает значительная მოკლედ თუ ვიტყვი, მშობლიურ საქართველოში ჩემი დაბრუნების საკითხი არა იურიდიულ, არამედ პოლიტიკურ სიბრტყეზე ძევს. იმას, რაც ჩემს გარშემო მოხდება, იურისპრუდენცია და მართლმსაჯულებასთან საერთო არაფერი აქვს. ვითარებას რამდენადმე განმარტავ. 2012 წელს სააკაშვილის ნაცისტების ხელისუფლებიდან გაძევების პირველი დღეებიდანვე მიმართე ამჟამინდელ ხელისუფლებას თხოვნით. სასამართლოს გზით განეხილა ჩემი უკანონო დევნის საკითხი. 4 წელიწადის განმავლობაში ამას ვერ მივაღწიე. ბოლოს და ბოლოს 2016 წელს სასამართლო ჩემი საკითხის განხილვას შეუდგა. საგანგებოდ მინდა გავუსვა ხაზი იმას, რომ ჩემს მიერ ინიცირებული სასამართლო პროცესი უკვე 10 წელიწადია მიმდინარეობს. ამ ხნის მანძილზე სასამართლოს არ წარედგინა ჩემი მხრიდან სამართალსაწინააღმდეგო ქმედების რაიმე, თუნდაც ერთი მოწმობა, თუ მტკიცებულება. საერთაშორისო ექსპერტების აზრით, სასამართლო განგება ჭიანურებს პროცესს, რასაც შეიძლება მხოლოდ პოლიტიკური მოტივი ჰქონდეს. ცნობისთვის, იმავე 2016 წელს ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ თვენახევარში განიხილა ჩემი საკითხი და საერთაშორისო ძიებიდან ამომიღო. რაკიღა ჩათვალა, რომ ამას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. მას მერე 10 წელია საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის ადგილობრივ ძებნაში ვარ. ჩემი ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ამის პრეცედენტი საერთაშორისო პრაქტიკაში არ არსებობს. თუმცა ჩემს მიმართ უსამართლობა ვერანაირ შედარებაში ვერ მოდის. იმ უსამართლობასთან, რის მსხვერპლიც ჩემი ყოფილი დაქვემდებარებული საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სპეცდანაყოფ ალფას თანამშრომელი თეიმურას ბაჩო შარაშენიძე გახდა. ეს ადამიანი უკვე მე-20 წელია იტანჯება ციხეში არ ჩადენილი დანაშაულისთვის. მათ შორის 13 წელი მოქმედი ხელისუფლების პირობებში. მას მართლმსაჯულებაზე მხოლოდ იმის გამო ეუბნებიან უარს, რომ თუკი მის საქმეს განიხილავენ და გაამართლებენ, საიმისოდ კი ყველა საფუძველი არსებობს. მაშინ აუცილებელი გახდება სამართალდამცავი და სასამართლო ორგანოების იმ თანამშრომლების გასამართლება, ვინც შარაშენიძე თავის დროზე სააკაშვილის ბრძანებით ციხეში გამოამწყდია და დღესაც იგივე თანამდებობა უკავია. ნათქვამი რომ შევაჯამო, აუცილებელია საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ სამართალდამცავი ორგანოებისა და სამართლიანობის სერიოზული რეფორმა ჩაატაროს, რადგან იქ დიდი რაოდენობით დარჩა კადრები წინამორბედი ხელისუფლების დროს უკანონობას რომ სჩადიოდნენ. მთლიანობაში ხელისუფლებამ ძირფესვიანად უნდა გადასინჯოს სამართლებრივი სახელმწიფოს შენების საკითხისადმი მიდგომები. სამართლიანობა ხომ სახელმწიფოს ბურჟია. Шмагил Урсманашвили задает вопрос. შმაგილ ურსმანაშვილი მეკითხება, რა გზით არის შესაძლებელი მინიმალური დანაკარგებით დასავლელი კოლონიზატორებისგან თავის დაზვრენა. ისტორია გვასწავლის, რომ კოლონიალური მონობისგან გათავისუფლება სახელმწიფოსა და ხალხისგან კარგად გათვლილი თანმიმდევრულ პოლიტიკას, ზოგჯერ კი ბრძოლასა და მსხვერპლსაც მოითხოვს. როდესაც ხალხი და მისი წარმომადგენლობითი ხელისუფლება ამისათვის მზად იქნებიან, შედეგსაც აუცილებლად დავინახავთ. Результат обязательно наступит.
Вопрос от него же. კითხვა ამავე პიროვნებისგან არის თუ არა მიზანშეწონილი საქართველოს გათავისუფლება დასავლეთის აგენტურული ბალასტისგან. Вопрос, на мой взгляд, несколько კითხვა некорректен. ცოტა არ იყოს არაკორექტულად მოჩვენება. როდესაც საკითხი უცხო ქვეყნის აგენტურას ეხება, მიზანშეწონილობის პრინციპიდან მისი განხილვა არ შეიძლება. სახელმწიფოსა და მისი სპეცსამსახურების მთავარი ამოცანა გახლავთ ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერი დროშის ქვეშ მოქმედი ნებისმიერი მტრული ელემენტების შემოღწევისთვის საიმედო ბარიერი აღმართონ. მით უმეტეს აღკვეთონ სახელმწიფოსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში მათი შეღწევა. И общественные организации. Тимур მაისურაძე, ყოფილი პარლამენტარი, პოლიტოლოგი, ასეთ კითხვას სვამს. Что бы вы изменили сегодня, если бы в данный момент რაც შეცვლიდით დღეს, რომ საქართველოს უშიშროების მინისტრი ბრძანდებოდეთ? Грузии? С позиции министра სახელმწიფო უშიშროების მინისტრის პოზიციიდან ერთადერთი რის შეცვლაც შეიძლება არის ქვეყნის სახელმწიფო უშიშროების მომარაგების სისტემა. А вот властям Грузии საქართველოს ხელისუფლებას კი ურჩევდი ახალ 2026 წელს სასწრაფო რეჟიმში შეუდგეს აღზრდა განათლების სისტემის კარდინალურ შეცვლას. ეს ეხება როგორც საბავშვო ბაღის, ისე დაწყებით საშუალო და უმაღლეს განათლებას. менять систему начального, среднего. ამისათვის კი აუცილებელია მთლიანად და სამუდამოდ ითქვას უარი სოროსის სისტემაზე, არა მხოლოდ განათლებაში, არამედ საქართველოს ცხოვრების ყველა სხვა სფეროშიც. Но и во всех сферах жизни Грузии. Врач ექიმი გია სულაქველიძე მეკითხება. спрашивает. Когда разрастется лоза моей... როდის ამოიყრის ხლორტებს ოცნების ვაზი. Уважаемый Батоно Гия, спасибо, что прочитали. პატივცემულო ბატონო გია, გმადლობთ რომ წაიკითხეთ ამგვარად დასათაურებული ჩემი წიგნი. გმადლობთ იმისათვისაც რომ ასე ლამაზად და მოგრძალებით მიმანიშნეთ იმაზე, რომ მის გაგრძელებას ელოდებით. В 2026 году у меня ღმერთმა ქნას რომ დამდეგ 2026 წელს მომეცეს ამის საშუალება და რაც მთავარია, არ მიმატოვოს მუზამ, რომლის გარეშეც შემოქმედება შეუძლებელია. გმადლობთ ყურადღებისთვის, ჩემო პატივცემულო მაყურებლებო. ვისურვებდი დამდეგი 2026 წელი ყოველი ჩვენგანისთვის, საქართველოსა და რუსეთის ხალხებისთვის, ბედნიერებისა და კეთილდღეობის წელი ყოფილიყოს. მომავალ შეხვედრამდე. ну მოკლედ ყველაფერი ნათელი არის თვითფასო ტელემაყურებლებო აბსოლუტურად აი ამ ადამიანმა ბატონმა იგორ გიორგაძემ წინ გადაგვიშალა როგორც ჩვენი წარსული ისე მომავალი ცხოვრება თუ ჩვენ არ მოვიქცეთ ისე როგორც ეკადრება ქართულ ხალხს როგორც ეკადრება საქართველოს მოსახლეობას როგორც ეკადრება ჩვენს ქვეყანას ქრისტიან მართლმადიდებულ ქვეყანას დეტალებში ეს ადამიანი აი პირდაპირ სიტყვით გვეუბნება ყველაფერს აბსოლუტურად ბატონო შმაგი აი თქვენ ახლა ნახეთ ეს დოკუმენტური ფილმი და თქვენც ორიოდე სიტყვით შეაფასეთ და შემდგომ ანალიზით შეგვიძლია გავაკეთოთ თქვენ შეგიძლიათ რაიმე თუ რამე დაუშვათ არის ჩასამატებელი ან რამე ну თავისუფლად შეგიძლიათ ისაუბროთ ამ საკითხთან დაკავშირებით მე მგონი რომ აქ შესაძლებელი არაფერი არ არის ყველაფერი ნათლად არის რა ძალიან კარგი. გამარჯობათ პატივცემულო ტელემაყურებლებო. მეც მინდა მოგილოცოთ ყველას ახალი წელი, გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, სიკეთეს, სიყვარულს და ხვავი და ბარაქას ოჯახებში და საქართველოს კეთილდღეობას და გამთლიანებას ვისურვებთ. ჩვენ ახლა ვნახეთ ძალიან ესე იგი ბატონი იგორ გიორგაძის ზუსტი, მშვენიერი და ესე იგი მოზომილი პოლიტიკური ანალიზი იმის შესახებ, რაც ხდება ჩვენს ირგვლივ და რაც ხდება ჩვენს სოფლიოში. მან ძალიან კარგად მიგვითითა იმ პრობლემების შესახებ, რომელიც არსებობს საქართველოსთან მიმართებაში. მე მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ის, რომ მან აღნიშნა, რომ დღეს საქართველო არის, როგორც იტყვიან, პატრონის გარეშე დარჩენილი. დიახ. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, როგორ მან აღნიშნა და ჩვენ უნდა დავეთანხმოთ, ეს ასეთი რეალობა არის, რომ მრავალპოლუსიანი იქნება მსოფლიო, გეოპოლიტიკური მიმდინარეობს გადაწყობა და ამ გადაწყობაში ჩვენ ადრე აღნიშნავდით, რომ დადგება საკითხი, რომელ პოლუსში და ვისთან არის საქართველოს სახელმწიფო. ეს საკითხი უკვე დადგება და უკვე პრინციპში დგება უკვე, რომ საქართველო ვისთან არის. სამწუხაროდ დღესდღეობით საქართველოს ჩვენი რესპუბლიკა, ჩვენი სახელმწიფო არის
ესე იგი როგორც იტყვიან ჰაერში ჩამოგიდებული მდგომარეობაში გეოპოლიტიკურად. იმიტომ რომ ჩვენ ესე იგი 30 წლის მანძილზე მივისწრაფოდით ნატოში, მივისწრაფოდით ევროკავშირის წევრობაზე, მთელი სახელმწიფო მანქანა, მთელი საზოგადოებრივი აზრი საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის საზოგადოებრივი აზრი, საზოგადოებრივი განწყობა და სახელმწიფოებრივი მმართველობა და სახელმწიფოებრივი ესე იგი კურსი მიმართული იყო ევროკავშირის და ნატოში გაწევრიანების გზით. ამით მივდიოდით ჩვენ მთელი სახელმწიფო ამაზე იყო დამოხტული. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს გზა ყოფილა თურმე ბლეფი, ეს გზა ყოფილა თურმე მცდარი, შეუძლებელი და ეს ყოფილა თურმე ეს გზა ყოფილა თურმე რაღაცა ისეთი ილუზიებისა და ესე იგი სატყვარის როლში გამოვედით. იმიტომ რომ თურმე როგორც დიდი პოლიტიკოსები აღნიშნავენ დღეს უკვე ეს იყო დიდი სატყვარა საქართველოსათვის, ქართული ხალხისათვის, იმისათვის რომ დასავლეთის სახელმწიფოებს ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით გამოეყენებინათ საქართველოს ტერიტორია, მისი მთლიანი რესურსები, ადამიანური რესურსები, გეოგრაფიული რესურსები გამოეყენებინათ რუსეთის წინააღმდეგ პროქსი ომების პოლიგონად. აი ეს იყო თურმე ესე იგი ჩვენი ასეთი 30 წლიანი გზის თავარი მიზეზი. როგორც ახლა ეს უკვე ახლა გამოჩნდა, მაგრამ ქართველი პატრიოტები ამას ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს გზა არის ჩვენთვის ძალიან მიუწვდომელი, იმიტომ რომ ამ საკითხს წვიტავენ, როგორც არ უნდა ჩვენ გვინდოდეს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოს ხალხს აქვს თავისმოხეული ძალიან ბევრი ილუზიები, პირველი ილუზია რა არის? ერთ-ერთი მთავარი ილუზია, რომ რაც უფრო შენ სუსტი ბრძანდები ამ ცხოვრებაში, სუსტი ხარ, ძლიერი სახელმწიფოები შენ დაგიცავენ. აი ეს არის და ვითომ ჩვენ დაგვიცავს ამერიკა, ბრიტანეთი, თურქეთი, ჩინეთი, რუსეთი და ასეთ შემდეგ. ეს არის და ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელობა არ ქონდა, რომ ესე იგი ჩვენ გავძლიერებულიყავით ეკონომიკურად, სამხედრო თვალსაზრისით და ასე შემდეგ. ეს ჩვენ რაღაცნაირად მიგვაჩნდა, რომ ამას შესმაგერად გადაწყვეტავენ დიდი სახელმწიფოები და ჩვენ დაგვიცავენ. მაგრამ ესეც აღმოჩნდა დიდი ილუზია, იმიტომ რომ როგორც ბოლო 5 წლის მოვლენები გვიჩვენებს, დღევანდელ მსოფლიოში მართავს, მსოფლიო მიყავს ძალას, ძლიერები ამ ქვეყნისანი მიყავთ, ესე იგი, მთელი პოლიტიკური ცხოვრება მთელ მსოფლიოში ძლიერებს მიყავთ. და ეს ძლიერი სახელმწიფოები ერთმანეთში ისე თამაშობენ, რომ პატარა სუთ სახელმწიფოებს ისინი იყენებენ თავიანთი მიზნებისათვის. ეს ჩვენ უნდა გავიგოთ. და ეს ფაქტის ნათელი არის იმის დადასტურება, რომ აი რუსეთის მაგალითზე მეგეთყვით. ესე იგი 2014 წლიდან ყირიმის ოპერაციის შემდეგ რუსეთი არის, ესე იგი იყო, ესე იგი ვითომ საერთაშორისო მოვლენებისაგან, ესე იგი განდევნილი სხვადასხვა სანქციები დასანქცირებული სახელმწიფო და რუსეთი ხსენება საერთოდ არ იყო ვითომ. მაგრამ ბოლო ესე იგი მოვლენებმა ჩვენ დაგვარწმუნა, რომ რუსეთი არის ისევ ის ძალა, ისევ ის ერთ-ერთი პოლუსი, რომელიც ქმნის ამინს სხვა პოლუსებთან ერთად მთელ მსოფლიოში. ძალიან დიდი ესე იგი მუშაობა გასწიეს, მავანმა ძალიან დიდი მუშაობა გასწია იმისათვის, რომ რუსეთი გადაეყვანათ ყოფილი საბჭოთა კავშირი, ყოფილი სუპერ სახელმწიფო, ზესახელმწიფო გადაეყვანათ აი პატარა რეგიონალური სახელმწიფოს რანგში. როგორც არის თურქეთი, ირანი და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არ გამოვიდა. ვერ გააკეთეს, არ გამოვიდა ეს. და ქართველები ამას შეეწირნენ. ჩვენი ქართული ხალხის სოფლმხედველობა, ქართული ხალხის საზოგადო ცნობიერება დაიბინდა ამით და რუსეთი ჩვენ მიგვაჩნდა ვითომ არაფრისა და აი იმის მოლოდინით და იმის ვიყავით მთელი საქართველო გაჟღენთინო, რუსეთი დღესყვალ დაიშლება და შემდეგ ჩვენ კარგად ვიცხოვრებთ. აი ასეთი ილუზიები ქონდა ჩვენ ესე იგი თავს მოხეული. და ამიტომ ბატონი იგორ გიორგაძე სწორად აღნიშნავს, რომ ჩვენ დღეს ასეთმა პოლიტიკამ მოგვიდა ჩვენ არც იქა ვართ, არცად არა ვართ ჩვენ.
არც ერთ პოლიტიკურ ბანაკში საქართველოს დღეს არ მოიხილება, არ არის არცად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ირგვლივ ძალიან დიდი გეოპოლიტიკური მუშაობა და გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ესე იგი ქმედებები ხდება ჩვენს ირგვლივ. კაბა გადახედეთ, რამდენი სახელმწიფოები ძლიერდებიან, ქმნიან ერთნაირ ბლოკებს, სახელმწიფოებრივ თანამეგობრობის ქმნიან ერთიან სისტემებს, რომ თვითონ გაძლიერდნენ და თავიანთი სახელმწიფოების და უსაფრთხოების საკითხები დაისვან. ყველა აკეთებს ამას, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში ჩვენ ისე ვართ უკვე, ესე იგი, ამით, ესე იგი, არასწორი ილუზიებით ცხოვრებაში ამ 30 წლის და 35 წლის მანძილზე ისეთი ილუზიებში ვართ კიდევ, რომ ჩვენთვის არის რაღაც, ესე იგი, ჯადოსნურ წრეში ვართ ჩვენ. ტრიალებთ ერთ ჯადოსნურ წრეში, რომელიც არის ჩვენთვის კატასტროფის მომტანი. აი ამ ყველაფერმა ამ დიდ ილუზიებში ცხოვრებამ ჩვენ მოგვიტანა საქართველოს დაშლა სამ ნაწილად. ამან მოგვიტანა უკიდურესი ეკონომიკური გაძარცვა მოგვიტანა, დეინდუსტრიალიზაცია მოგვიტანა. ქართველი ხალხი, რომელიც საბჭოთა დროს იყო დიდი შემოქმედი, შრომელი ადამიანი, დიდი პატრიოტი ადამიანი იყო, პროგრესის მოყვარ, პროგრესზე დამოხტული იყო ქართველი ხალხი, დღეს გადაიქცა, ესე იგი, სხვადასხვა სახელმწიფოების ინტერესების გამტარებლად, მეტარაფრად. ესე იგი, ვისაც უნდა საქართველო, უნდა თავისი, ესე იგი, არალეგალური კაპიტალის და კრიმინალური კაპიტალის ბაზად გადააქციოს, ვისაც უნდა პროქსიომების პოლიგონად გადააქციოს და ასე შემდეგ და საქართველოს მოსახლეობა შემცირებული არის და ესე იგი, ყველაზე ჯანმაგარი, კრეატიული, ახალგაზრდა ადამიანები, ჩვენი ოჯახები, ესე იგი, ყველა არის საზღვარგარეთ წასული ლუკბაპურის საშუალებად. აი ასეთ დიდ კატასტროფის მომტან, ესე იგი, რეალობაში ჩვენ აღმოჩნდით. და ამიტომ ბატონ იგორ გიორგიაძე სწორად აღნიშნავს იმას, რომ ჩვენ დღეს ვართ უპატრონოდ, ჩვენ არა ვართ ჩვენ არც კრემლთან ვართ, არც ამერიკის შეერთებულ შტატებთან არა ვართ. რამდენჯერ მიწერა კობახიძემ წერილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ტრამპს. ჩვენმა პრეზიდენტმა ყაველაშვილმა რამდენჯერ მიწერა წერილი, როგორც ჩვენ ვიცით, ახლა ეს რაც საჯაროდ არის ცნობილი, მაგრამ ყველა არის უპასუხოდ, ესე იგი, დარჩენილი. უფრო მეცაც გეტყვით, გახსოვთ, ჩვენი პრემიერი ჩავიდა ინაგურაციაზე და იქ მიწვეული არ იყო. ინაგურაციაზე, ესე იგი, აღარ მიიწვიეს ჩვენი პრეზიდენტი, თუ გახსოვთ, ტრამპის, ესე იგი, და ამიტომ ჩვენ არა ვართ არც ჩინეთის, ესე იგი, პოლუსთან. იმიტომ რომ ჩინელებთან ჩვენ ძალიან დიდი ეკონომიკური ურთიერთობები გვაქვს, მაგრამ ძალიან დიდი ისინი არიან, ძალიან დიდი უკმაყოფილები არიან საქართველოს მიმართ. ჩვენ არა ვართ აი ანაკლის სპორტის, მსოფლიო მნიშვნელობის ანაკლის სპორტის ეპოპეა გაიხსენეთ. რა მოგვიტანა ამან? მოგვიტანა, ესე იგი, დიდი სახელმწიფოები ერთმანეთში შეთანხმდნენ და სპორტი არ აშენდა და არც აშენდება. თუ ჩვენ ასე გაგრძელდა, ჩვენი ასეთი, ესე იგი, გაურკვეველი გეოპოლიტიკური ვითარების, ესე იგი, ფონზე თუ ჩვენ დავრჩით, ისე არც ერთი პორტი საქართველოში არ აშენდება. აბადეთ, ჩაგაკითხებით რა. ეხლა თქვენ ძალიან ესეთი გააკეთეთ, განცხადებები გააკეთეთ და მართლაც რეალურად ასეც არის ეს ქვეყანა და ამ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ ამ მდგომარეობიდან რომ უნდა გამოვიდეს ქვეყანა და ამ მდგომარეობის ესე იგი გამოსვლის მეთოდი რომ უნდა ვეძებოთ. რა არის საჭირო ამისთვის და ვინ უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი? ამისათვის შეიძლება ჩემი ახლა მოსაზრება თქვენთვის პატრიოტულ ტელემაყურებელო იყოს მოულოდნელი, შეიძლება ნაადრევი, მაგრამ უნდა აღინიშნოს პირველი. ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ იმ ჩვენს ბოლო 300-400 წლიან გეოპოლიტიკურ ორბიტას. ჩვენ სხვა გზა გადარჩენისათვის არ აქვს. ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ რუსეთის გეოპოლიტიკურ ორბიტას უნდა დაუბრუნდეთ. იმიტომ რომ რუსეთის იმპერიაში საქართველო გაიფურჩქნა. მთლიანად შეიქმნა საქართველოს ერთიანი სახელმწიფო. რუსეთმა გამოსცა საქართველოს ტერიტორია 300 წლიანი ბატონობისგან ოსმალეთსა და ირანის იმპერიებს გამოსცა საქართველო. ერთიანი დაქუცმაცებული და ერთად, ესე იგი, ურთიერთგადამტერებული რეგიონები 5 ნაწილად, 6 ნაწილად დაშლილი საქართველო რუსეთმა გაგვიერთიანა და საქართველოს მისცა პროგრესი. რუსეთის დახმარებით მოხდა ეს ყველაფერი, დაწყებული 1801 წლიდან. ამიტომ ჩვენ რაც და ამ რუსეთის იმპერიაში ქართველები ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი დომინანტური ერი.
ჩვენს წინაპრებს მიყავდათ იყვნენ ძალიან დიდი სახელმწიფოების თანამდებობაზე, ავტორიტეტული პიროვნებები ყავდა რუსეთის იმპერიაში და საქართველოს და ქართველები იყვნენ ძალიან დიდ პატივისცემაში. ეს იყო როგორც ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებელ დონეზე, ისე იყო ცხოვრებისა და პოლიტიკის და მეცნიერების ყველა დარგში. სპორტსმენები, მეცნიერები, ესე იგი მმართველები, მშრომელები. მარტო იმას გეტყვით, რომ საბჭოთა კავშირის გმირის წოდება 12000 კაციდან, რაც ესე იგი 1200 იყო ქართველი მარტო. თქვენ წარმოიდგინეთ. ამიტომ ქართველები რუსეთის იმპერიაში იყვნენ ძალიან ესე იგი პროგრესული რად იყო ქართველები ჩამოყალიბებული. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი ესე იგი წარმატებული იერი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, ჯერ რუსეთის იმპერიაში, შემდეგ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. და ყავდა უდიდესი ამ ქვეყნის მმართველები იოსებ ბესარიონის და სტალინისა და ლავრენტი პავლეზე ბერიას მეთაურობით. ხელმძღვანელები იყვნენ 30 წელი ხელმძღვანელობდნენ ამხელა იმპერიას, ამხელა მთელ ესე იგი სოფლიო სისტემას, რომლებიც მათ შექმნეს და ქართველები ჩვენ ვიყავით დაფასებულიერი, ავტორიტეტულიერი ვიყავით ყველა სფეროში. ეს უკვე კარგად მოგეხსენება და ამიტომ ბატონო ტრისთან დღეს ვინა ვართ? ამიტომ დღეს ჩვენა ვართ ერთ-ერთი კოლონიად გადაქცეული, დასავლეთის კოლონიად გადაქცეული, მათხოვარი ლუკმაპური საშოვნელად გადაქცეული ერი, რომელიც კი არ მრავლდება, მცირდება. საქართველოს ერი, ესე იგი, თავისი დემოგრაფიული გაქრობის წინაშე ვართ, უკვე ჩვენ შესული, ბატონებო. 30 წლიანმა აი ასეთმა ანტირუსულმა ესე იგი ისტორიამ, ანტირუსულმა სახელმწიფოებრივმა პოლიტიკამ, რომელიც ჩვენ თავს მოგვახვიეს დასავლეთმა, კოლონიზატორებმა საქართველოს გადააქცია გაქრობის პირას, ქართველი კაცი გადააქცია ქართული გაქრობის პირას. ეს ჩვენ ხო უნდა გვესმოდეს. 5 მილიონი ნახევარი ვიყავით თითქოს 90 წელში და დღეს რამდენი ვართ კიდე ზუსტად არავინ არ იცის. სტატისტიკურ სამართლო არ გვეუბნება ზუსტად რამდენი ვართ და რამდენი ვართ კიდე ქართველი ჩვენ არ ვიცით. მალავენ. ეს როგორ შეიძლება? სტატისტიკა იმალება ბატონოშმაგი. გასაგებია ბატონო, ეს არის ზუსტად კოლონიალიზმი, ჩვენ ვართ კოლონიად გადაქცეული, სადაც კოლონიზატორების ნებას ვასრულებთ მარტო ჩვენ. მეტი არაფერი. ჩვენ ვასრულებთ მათ ნებას. შობადობა შემცირებული არის, 1000-დანი დაავადებები, 1000 და ისეთი ეკონომიკური წყობა მოგვიწვეს, ესე იგი რომ, ესე იგი ქართველი კაცი აქედან აიხვეწოს და ესე იგი გადაიბარგოს რაღაც სხვა ქვეყნებში. ოჯახები ინგრევა. 1000-დანი სოროსის ფონდების მთელი სისტემა, განათლების სისტემა, ჯანდაცვის სისტემა, ახალგაზრდების აღზრდა გამართება, ესე იგი არის ყველაფერი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი. ის არ ემსახურება საქართველოს, ესე იგი ქართველი ხალხის ინტერესებს, ის არ ემსახურება. ის ემსახურება მხოლოდ კოლონიზატორებისა და ჩვენი მტრებისა და პირდაპირ კონკურენტების ინტერესებს. აი ასე მდგომარეობაში ვარ ჩვენ ჩადული. ეს ხომ უნდა დამთავრდეს, ეს არ შეიძლება ესე რომ გაგრძელდეს. ეს შეუძლებელია. ცოტა ბეტონს მოუმატა, მაგრამ არ შემიძლება. ამიტომ თქვენ კითხვაზე პირდაპირ უნდა განვაცხადოთ. პირდაპირ უნდა თქვათ ყველანაირი იარლიკების, მიწებებისა და სურვილებისა და რაღაცა ესე იგი დილეტანტური აზრებისა და რაღაც იმის გარეშე. საქართველოს გადარჩენის საწინდარი არის მოსკოვის ორბიტაში დაბრუნება. კარგი არის მოსკოვი, ცუდი არის, მაგრამ ეს არის რეალობა. ჩვენ არ უნდა ესე იგი ჩვენ არ უნდა ვებრძოლოთ არავის. ჩვენ უნდა ვიყოთ ყველასთან კარგად. როგორ შეიძლება საქართველოში იყოს კარგად ცხოვრება, ჩვენ მიდიოთ წინ, როდესაც შენ ემტერები შენს მეზობელს. და იმისგან გამომდინარე, შენ კიდე სხვა მეზობლებს ემტერები. ერთი არის ზარი გასაკეთებელი მოსკოვიდან, კრემლიდან, რომ ჩვენ მტრებს, ჩვენ მეზობლებს ერთი ზარი უნდა განვაჩინოთ, რომ საქართველოს გაანადგურონ. ნუ თუ ამას ვერ ხვდებით. პატარა პროვოკაცია საჭირო და მთელი ესე იგი თურქეთისა და თურქეთის ჯარი აქ შემოვა საქართველოში უცბად. ის იქნება ნატოს სახელით, ის იქნება ევროკავშირის სახელით თუ 1000 ჯანდაბების სახელით იქნება ეს შემოსული. ნუ თუ ამას ჩვენ ვერ ვხედავ. კატასტროფის წინაშე ვდგავართ. ესე იგი გაკაშკაშებული გზებით, გაკაშკაშებული მერსედესებით და აი ამ ლამბორჯინები და ფერარები ჩვენ მივექანებით სასაკლაოზე, მივექანებით ხევში, რომ გადავიშეხოთ მთელი ერი. ამას ნუ ვერ ვხედავთ, ვერ ვგზნობთ ამას ჩვენ. ყველა სისტემა მოშლილია. მთელი საქართველოს ესე იგი იმართება 30 წელია ამერიკის საელჩოდან და შედეგი რა გვაქვს მიღებული? არაბელი მთელი არავითარი სახელმწიფოს არა აქვს უფლება რომ თოხის სტარი სასაქონლოდ გამოუშვას. თქვენ წარმოიდგინეთ,
თოხის ტარის გამოშვების უფლება არ აქვს, რომ სასაქონლო წარმოება იყოს. მთელი ჩვენი მაღაზიები ესე იგი უცხოური ნაგავითა და უცხოური საქონლებით არის ესე იგი გადავსებული. ვართ მომხმარებელი, მეტი არაფერი. ჩვენ არაფრის შექმნის უფლება არ აქვს. არც ერთი ქარხნის უფლება საქართველოში არ არის, რომ ქარხანა რამე გაკეთდეს და ადგილობრივ მოსახლეობა დასაქმდეს და ხელფასები აიღონ. წარმოების უფლება არ აქვს, ინდუსტრიის უფლება არ აქვს. მე არ ვლაპარაკობ სხვა რამეზე, როდესაც მთელი მსოფლიო წინ მიდის, ათასნაირი მეცნიერული ახალ-ახალი გამოკვლევები და მეცნიერება წინ მიდის. ხო და ჩვენ არაფერი. ჩვენ რას ვაკეთებთ ამ დროს? ყველაფერი ჩვენი მოვწამლეთ, რაც გვაქვს. ჰაერი, ჩვენი ნაყოფი, ჩვენი ბუნება, ყველაფერი არის მოწამლული. ათასნაირი შხამებითა და იწამლება მთელი საქართველოს ბუნება. მარტო ადამიანებზე კი არა, მთელი ფლორა და ფაუნა იწამლება საქართველოში. ჩვენი ტრადიციული, ჩვენ დავკარგეთ, დაგვაკარგვინეს და წაგვართვეს ჩვენი ტრადიციული წესწყობილება, ჩვენი ტრადიციული მენიუ წაგვართვეს. როდესაც ქართველი აშკაცები იკვებებოდნენ მთელი წლების საუკუნეების მანძილზე. კავკასიელები ჩვენ გვექვა და ჩვენ ვიყავით გამოჩინებული მაგარი მდგრადი ვაშკაცი ადამიანები ვიყავით. დღეს ყველაფერი წაგვართვეს და მოწამლული, ესე იგი დასავლეთის მოწამლული საჭველით იკვებება მთელი საქართველო და შედეგაც კი ვხედავთ. ეს რა არის? გოგო გოგოს არ აგავს, ხალი ხალს არ გავს, კაცი კაცს არ გავს. ამდენი სწორად აღნიშნა ბატონო ეგორი, რომ ესე იგი შენ თუ არ გახდები LGBT-ის ესე იგი მომხრე, ხო და შენ თუ არ ესე იგი ადამიანებს თუ არ ბავშვობას თუ არ ასწავლი, ესე იგი უმსგავსოებას და ყველანაირ აღვირახსნილობას, სექსუალურ აღვირახსნილობას, შენო ჩვენ ევროკავშირში არ მიგიღებთო და იქნებიო გარიყულია მთელი ცხოვრები, მთელი ესე იგი ცივილიზებული სამყაროდან, ეგრეთ წოდებული ცივილიზებული სამყაროდან. გესმით რაშია საქმე? რა უბედურობა ჩვენ დაგვატყდა თავს? ჩვენ არა ვართ არც ერთი ესე იგი სახელმწიფოსთან ვერავინ ვერ დაგვიცავს ჩვენ. ვერავინ ვერ დაგვიცავს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ თვითონ ასეთი ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი თავის მტრები ასე გამოდის. ჩვენ მივდივართ თვითმკვლელობის გზით. ამიტომ ბატონო ტრისთან, ყველა ქართველებო, მე მოგიწოდეთ რომ ყველანაირი ესე იგი საღა და ყველანაირი პარტიულებისა და აიბის გარეშე შევხედოთ ესე იგი გავაცნობიეროთ საღი აზრით არსებული მდგომარეობა და იმის მიხედვით გადავწყვიტოთ საქართველოს ბედი. გვინდა თუ არ გვინდა, მოგწონს თუ არ მოგწონს, მაგრამ რუსეთი არის დიდი იმპერია, მსოფლიო დონის სახელმწიფო, რომელმაც უკვე რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა და ესე იგი ამერიკის პრეზიდენტ ტრამპმა უკვე და ჩინეთის სი ძინპინთან ერთად მთელი მსოფლიო უკვე დაიწყეს, გადაალაგა თავისი სისტემის უკვე ალაგებენ. გადაწყობა მიდის ერთმანეთში. ამის ერთ-ერთი მაგალითია გუშინდელი აგერ ესე იგი ვენესუელის ამბავი. ეს ისე კი არ მომხდარა, ეს იყო შეთანხმებული ამბავი, გააკეთეს ყველაფერი ისე და ისევ გაკეთდება კიდევ სოფლიოს სხვადასხვა ადგილებში. ევროპაში, უკრაინაში რა ხდება, ხომ ხედავთ ამას ყველაფერს? ჩვენ რა ბედი გვეწია? გვეწევა. ხომ უნდა ხედოთ? ჩვენ რომ ბავშვებს ვდით, ბავშვები რომ ვყავთ, იმათ რა მომავალს უტოვებთ ქართველებო ჩვენ? ამიტომ საჭირო არის ყველანაირი მეთოდებით, მოგწონს თუ არ მოგწონს, რომ რუსეთთან ჩვენ დავალაგოთ ურთიერთობა. იმიტომ რომ ჩვენი რუსეთს არაფერი ესე იგი არაფერი არ იმაშობა. რუსეთი არის ძლიერი სახელმწიფო, კიდევ უფრო ძლიერდება და თავის ავტორიტეტს და მთელი მსოფლიოს ზესახელმწიფოდ არის გადაქცეული. და კიდევ ის წინ წავა. ჩვენ რა გველოდება ამ დროს და ამიტომ საქართველოს ისტებლიშმენტ, პოლიტიკურ კლასს, მოსახლეობას, ყველა პატრიოტებს მოუწოდეთ იმისათვის, რომ ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ იმ ჩვენ ტრადიციულ გზას, რომელიც ერეკლე მეორემ გვანახა, ვახტანგ მეექვსე გვანახა, ჩვენმა დიდმა წინაპრებმა გვანახეს. ჩვენი სხვა გზა არაფერი არ არსებობს. ბატონო შმაგი, ჩვენი დრო იწურება, ძალიან არა, კარგად ამბობთ ყველაფერს და კარგი შეფასება არის და მართლაც რომ გეთანხმებით ყველა იმ თქვენს გამოსვლაში, თქვენს აი მოწოდებაში, რაც ახლა თქვენ ბრძანეთ ჩვენს ეთერში და მართლაც ახლა უკვე უნდა მიხვდეს საქართველოს მოსახლეობა რას ეწირება ეს ადამიანი. ბატონი იგორ გიორგაძე. რატო იდევნება ეს ადამიანი თურმე და რასაც ეს ადამიანი ამბობს და რასაც ეს ადამიანი ჩვენ ქვეყანას უკეთებს და ფიქრობს და წვალობს, ხო? აი რატომ დევნის ეს დიპსტეიტი და ამერიკის შეერთებული შტატები და აქ ჩანერგილი აგენტურა ამ ადამიანს თურმე. კიდევ მეც გეტყვით ახლა. მე ვამბობ რომ ყველაშინმა ჩვენო პრეზიდენტმა ამერიკაში წერილი დაწერა, პასუხი არ არის. კობახიძე არ მიიღეს ნაგლად, უტიფრად, თავხედურად მოექცნენ. აგერ, ესე იგი, მთელი მსოფლიოს პოლიტიკა დღეს აღებული არის პირად ავტორიტეტზე, პირად ურთიერთობებზე. მე წინა მე აღნიშნავდი რომ მოსკოვში ჩვენ უკვე აღარ დაგჭირა ავტორიტეტი ქართველებიო.
წერეთელი ახლა გარდაგვეცვალა, მაგრამ არის ქართველებო, არის დიდი სახელმწიფო და საზოგადოებრივი მოღვაწე იგორ გიორგაძის სახით, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ავტორიტეტი მოსკოვში, კრემლში, რომელსაც შეუძლია ქართული პრობლემების გადაწყვეტა. ქართველები არიან და ქართული, ესე იგი, ინტერესებს იცავენ იქ მოსკოვში და შეუძლიათ, ესე იგი, საკითხების გადაწყვეტა. იგორ გიორგაძე გენერალი, რომელიც გაროჩი აგერ ყავს, რომელსაც შეუძლია ყველა საკითხები გადაწყვეტოს. ვინ გამოუშვა ტრამპა, ესე იგი, მოსკოვთან მოსალოდნელობამ თავისი სიცი და ის ოჯახის წევრები გამოუშვა. კი ბატონო. თქვენ ხვდებით, რომ ესე იგი, პირად ავტორიტეტზე არის დამოკიდებული დღევანდელი პოლიტიკა, მსოფლიო პოლიტიკა. კეთდება პირად ავტორიტეტზე და პირად ურთიერთობებზე. გავლენიანი ვინც არის, ის გავლენიანი ხალხი აკეთებს დღეს პოლიტიკას. ხო და ამიტომ ჩვენ იგორ გიორგაძე აგერ ყავს, უკვე საქართველოში იგორ გიორგაძის სახელი როგორ არის? ბატონო, მომიტოვოთ ახლა მითოლოგიის რანგშია გადაყვანილი. თითქოს ასეთი ადამიანი სადღაც არ შემოძეს, არავითარ შემთხვევაში. იგორ გიორგაძე არის ქართული ინტერესების სადარაჯოზე მოსკოვში. როცა დაჭირდება და აი თქვენ ანალიზად შეხედეთ, როგორ ანალიზა, როგორ კვალიფიციური ანალიზი აკეთებს, რა ხდება ჩვენ ირგვლივ. ხო და ქართული ინტერესების ის არის ქართველი პატრიოტი და ქართული საზოგადოება მოღვაწე. ხო და ის ყოველთვის დაიცავს ამერიკაშიც დაიცავს ჩვენს ინტერესებს, ჩინეთშიც და თურქეთშიც და მოსკოვშიც. ხო და ამიტომ ეს ყველაფერი უნდა გავაანალიზოთ და უნდა ესე იგი ამ ახალ წელს 1926 წელი ყოფილიყოს ქართველების გამოფხიზლების წელი, გონზე მოსვლის წელი და აი ამ საგად შეხედოთ ამ გეოპოლიტიკურ ვითარებას, რომელიც ჩვენს ირგვლივ არის. ბატონო შმაგი, მადლობთ ასეთი საინტერესო ანალიზისთვის, მადლობთ ასე საინტერესო ამ ინფორმაციისთვის და მართლაც რომ არ ვიცი მე რას ფიქრობ თქვენ. აი რას ფიქრობ? თქვენ გინდათ რომ ქვეყანაში ქართველმა ხალხმა იცხოვროს და იარსებოს? გინდა თქვენ ასე რომ ამ კუთხით წავიდეს საქართველო და არა იმ კუთხით, რომელი კუთხითაც ახლა მიექანებით? ნახეთ, პირველში გავედი აგერ მე ქალაქში და პირველში გავიყვანე, შვილი გავიყვანე კაცო რუსაზე, რუსთაველზე და ნადვისხეზე და ქართველი ვერ ვნახე იქ მე. ქართველი ვერ ვნახე იქ მე. პაკისტანი, ინდუეთი, არაბი და ასე საშინელება იყო, გაიგე? არ იყო ქართველი ბავშვი წამოვიყვანე სასწრაფოდ იქიდან, რომ ეს საშინელება რასაც ვერ ხედავდი. ჩახვალ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქართველი არ არის, გაიგე? მეტროში ჩახვალ ქართველი არ არის. წავიდა საქართველო, იცით რა არის? ისა ვენესუელას პრეზიდენტი მოიპარეს. საქართველო ქართველები უნდა მოიპარეს, იცით? ქართველები უნდა მოიპარეს. თლიანად მოპარულები ვარ, ჩვენ აღარა ვართ უკვე. დამთავრდა ამით ყველაფერი, თუ დროულად არ გამოვიფხიზეთ და მე ბატონ ბიძინას ივანიშვილს ვეუბნები. თუ სწორად არ მიყევით ახლა თქვენ ამ პოლიტიკურ კურსს და არ დროულად არ გადადგეს სწორი ნაბიჯები, ხო? თქვენც მოგიწევთ. ვენესუელა, ნახეთ, ვენესუელა ჩვენზე ძლიერი სახელმწიფო არის. ეკონომიკურადაც და ყველანაირ თვალსაზრისით. და სამხედრო კუთხითაც, გაიგე, მაგრამ მაინც მოუკრეს იმკაც მეშოქში თავი და წაიყვანეს და თხილად იყავით თქვენც. თხილად იყავით. აგერ არის თურქეთი ახლოს და ნატოს ბაზებიდან ააფრენენ ვერტფრენებს და ეგრევე მეშოქში ჩახსოვენ თქვენ. თუ დროულად არ მედით და არ ელაპარაკეთ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს პუტინს. გადადგეთ ეს ნაბიჯები, აუცილებელი არის. აუცილებელია რომ ბათუმში ერთი რუსული სამხედრო ბაზა დადგეს. ის პროექტი გააცოცხლეთ, ის ანტიტერორისტული ცენტრი რომ უნდა შექმნილიყო ბათუმში. ეს ჩვენი უსაფრთხოების მიზნით არის, თქვენი უსაფრთხოების მიზნით არის. ეს გააკეთეთ აუცილებლად თუ არა. მეშოკი არ დაგხსნებათ არც ერთ იცოდეთ. აი როგორც აგერ ვენესუელას პრეზიდენტს დაემართა, შეიძლება ამ გზას დაადგეთ თქვენს. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დიდი მადლობა რომ გიყურებთ. ჩვენს ყოველთვის მოგაწვდით და ყოველთვის გეტყვით იმას, რაც სათქმელი არის. ჩვენ არა ვართ ის მიკერძოებული ტელევიზია არ არის ეს ტელევიზია და ჩვენ კიდევ ბატონ იგორ გიორგაძე კიდევ აგზელებს ამ დოკუმენტური ფილმების გადაღებას, მისი ანალიზი, მისი ეს ყველაფერი შეხედულებები და ჩვენ პირდებით როგორც კი ჩვენ კვლავ გვექნება საშუალება აუცილებლად მოგაწვდით და გაყურებინებთ ბატონ იგორ გიორგაძის მიერ მომზადებულ ასეთ მსგავს დოკუმენტურ ფილმებს და ეს ადამიანი არის დროზე ჩამოსაყვანი საქართველოში. ქართველები აღარა ვართ საქართველოში უკვე და მოდით რა, ნუ აკეთებთ იმას რომ მართლა ეს ქვეყანა ვიღაცა ურჯულების ხელში ჩავარდეს, რომელიც ადრე ფარითა מחვილით მოდიოდნენ და ეწირებოდა ჩვენი წინაპრები და ეკვეთებოდნენ და არ უთმობდნენ და ეხლა უკვე მოდიან ფულით, გაიგე და აგერ ვიდამი ხელგაშლილი ხვდებით, გაიგე? არ გინდათ ეს, ნუ გააკეთეთ ამას თუ არა. მართლა შევეწირებით ჩვენ ისე, რომ მე უკვე თქვენ სანაებად დაგჭირებათ ყველაფერი. დიდი მადლობა რომ ვიყურებთ, კაგას დადებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა. მადლობა.